ასევე ძალიან აქტუალურ თემას შევეხებით, გადაცემის ამ ნაწილში, ეს არის ქრონიკული ვენური დაავადება, რომელიც მილიონობით ადამიანს აძუხებს, თუმცა ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ მას მხოლოდ ფეხები ეღლება და სინამდვილეში ამ ფეხების დაღლის უკან საკმაოდ სერიოზული პრობლემა იდგეს. არასდროს არ დატოვოთ უყურადღებოთ ისეთი შეგრძნებები, როგორიც არის სიმძიმე ფეხებში, წვა, წვივის არეებში და ქავილი, შეშუპება, ფეხის კუნთის კრუჩხვები ღამით. უფრო მეტად, ამიტომ აუცილებლად თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ შესაბამის ექიმთან. ეს დაავადება ძალიან ხშირად შეუმჩნევლად იწყება, მას არ აქვს ესეთი კონკრეტული გამოკვეთილი ჩივილები, ამიტომ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ დაიღალა, ან როდესაც დახედავს მის კიდურებს, ეს კაპილარული, ასე ვთქვათ, ქსელი, ან თუნდაც ვარიკოზული ვენა, ეგონოს მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ეს უკვე შედეგია იმ მდგომარეობის, რასაც სისხლძარღვების მხრივ შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გამოხატავდეს, ხო? ამიტომ ამ სიმპტომების უგულებელყოფა არაფრით არ შეიძლება, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს ვენური წყლულები, შესაძლებელია განვითარდეს თრომბოზი, კანისფერის ცვლილება და ყველაზე ერთ-ერთი რთული და ესეთი შედარებით საყურადღებო გართულება ფილტვის ვენის, ანუ კარის ვენის თრომბოზი, რომელიც არის ძალიან საყურადღებო. აი ამ ღრმა ვენიდან შესაძლებელია თრომბი მოწყდეს და დაესოს ფილტვის არტერიაში, რამაც გამოიწვიოს, ანუ ასე ვთქვათ, ალვეოლური გასდაცვლის და ფილტვის ფუნქციის მოშლა, რომელიც საკმაოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აქვე უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ქრონიკულ ვენურ დაავადებებზე, მნიშვნელოვანი არის გაითვალისწინოს ეს ყველა რჩევა იმ ადამიანებმა, ვისაც სამსახურეობრივად უწევს ხოლმე ხშირ შემთხვევაში დგომა, ან ჯდომა, ანუ ერთ პოზიციაში ყოფნა, ვინაიდან ამ დროს უფრო მეტად ხშირია ხოლმე ვენური დაავადებების გამწვავება, ასევე გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა, ჭარბი წონა, ორსულობა, ნაკლები მოძრაობა, ჰორმონალური ცვლილებები და შესაბამისად ასაკიც. ლაშა, ჩემი და შენი სასარგებლოდ, მოდი ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქალებში ეს დაავადება ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა მამაკაცებშიც შეიძლება ძალიან სერიოზული მიმდინარეობა ჰქონდეს. ქრონიკული ვენური დაავადება არის პროგრესირებადი მდგომარეობა, მაგრამ დროული დიაგნოსტიკით და სწორი მკურნალობით მისი კონტროლი სრულად არის შესაძლებელი. ამ თემაზე სასაუბროთ. დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ კლინიკა New Hospitalsის ანგიოქირურგის, სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი გიგი ბრეგაძე და კომპანია GM Pharma საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. მოგესალმებით ბატონ გიგი, ჟანა, მადლობა. მინდა გადაგიხადოთ, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები, საკმაოდ აქტუალურ და საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. და ბატონ გიგი, თქვენგან დავიწყოთ, ხო? აი, მაყურებელს რომ ავუხსნათ, აი რა არის ქრონიკული ვენური დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის დღეს. თან ახლა ჩვენ უკვე გაზაფხულის სეზონზე შევდივართ და აი თბილ ამინდში რატომ უფრო მეტად პროგრესირებს ხოლმე ეს დაავადება, რომ ამის განმარტებაც გავაკეთოთ. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ჩვენ ვსაუბრობთ დაავადებაზე, რომელიც ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში. შეიძლება 50-60% ჩვენი მოსახლეობისას აღენიშნებოდეს სხვადასხვა ფორმით ეს დაავადება და რას წარმოადგენს თავისი არსით, ხომ? ეს არის ქრონიკული მდგომარეობა, როდესაც ვენური სისხლის მიმოქცევა არის დარღვეული ქვედა კიდურებში და შედეგად ჩვენ ვიღებთ ვენური სისხლის შეგუბებას ქსოვილებში, რაც შემდგომში იწვევს სხვადასხვა სიმპტომს. თქვენ სიმპტომები ახსენეთ ახლა და როგორ ამოვიცნოთ დაავადება ადრეულ ეტაპზე და რა არის ის მნიშვნელოვანი სიმპტომები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება? პირველ რიგში ამოცნობა არ არის რთული დაავადების. რიგ შემთხვევაში ზედაპირული ნიშნებია გამოხატული და ნამდვილად არ აერევა ადამიანს, როდესაც კამქვშავენები გაგანიერებული და თვალსაჩინო არის გადაგვარებული ქსელი. მაგრამ როდესაც ეს არ ჩანს, გამოხატული არ არის, თუმცა რაღაცა სიმპტომები შეიძლება იყოს მიუხედავად ამისა, ეს გახლავთ სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, შეშუპების დაჭიმის შეგრძნება და რაც მთავარია, ის ლოგიკური ჯაჭვი მიმდინარეობისა პრობლემის, როგორიცაა მაგალითად ის, რომ მოსმენებელ მდგომარეობაში პრობლემა არ არის, არ იჩენს თავს და დღის ბოლოს უფრო გამოიკვეთება სხვადასხვა სიმპტომი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვენური სისხლის შეგუბებას აქვს ადგილი ქვედა კიდურებში, რაც მე სხვადასხვა სიმპტომს იწვევს. ტემპერატურული რეაქცია თუ ახასიათებს კიდურზე, მაგალითად, ან ზედმეტად მომატებული გაცხელება, ან შეცივება მაგალითად. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახლა ვენური სისხლის შეგუბება ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ტემპერატურაც მოიმატოს კანისამ და ადამიანს ნამდვილად არ სიამოვნებს ცხელი გარემო, ან თბილი გარემო ამ მდგომარეობის დროს. რაც უფრო თბება, მით უფრო თავს იჩენს პრობლემაც. და აქედან გამომდინარე, ეხლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც
შეიძლება ბევრ ადამიანს ვისაც აქამდე არ ქონდა გამოხატული რამე ტიპის პრობლემები ეხლა დაიწყოს. ბატონ გიგი, ერთ შეკითხვასაც დაგისვავდა შემდგომ ხალბატონ ჟანას ვკითხავ, ხო? აი, მე მაგალითად შხაპის მიღების დროს ესეთი რუტინად მაქვს შეეული, რომ ყოველთვის რაღაც ცხელს და ცივი შხაპის კონტრასტს ვიკეთებ ხოლმე ფეხზე, წვივებზე, რამდენად კარგია ესე მასწავლეს და სწორად ვიქცევი თუ არა? არა, სწორად არ იქცევით, შეიძლება ურჩიოთ, როდესაც, თუ აქვს პრობლემა, ვენური პრობლემები ადამიანს, რომ გრილი შხაპით დაასრულოს, აბაზანა, თორე კონტრასტული ეს არც სიზაღების გავარჯიშებაა და არც რამე ბენეფიტის, ანუ სარგებლის მომტანია ორგანიზმს. სპა-ცენტრებში ხშირად არის ხოლმე ესეთი ფეხის ცივი და ცხელი აბაზანები ძალიან ის. ანგიოლოგები ამას არ არა. და შეიძლება რაღაცა სხვა ანგიოლოგები რას გვირჩევთ? მაშინ რა არის თანამედროვე მკურნალობის მეთოდები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ვარიკოზულ ვენებზე, მაინც მოდის რაღაცა ესეთი ქირურგიული ჩარევის რაღაც გზები გვიტრიალებს ხოლმე თავში. რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ დროს მედიკამენტოზური თერაპია და პრევენციაც, რაც ასევე ჯანდაცვის სისტემაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ დაავადებების სამკურნალოდ თუ გართულებების თავიდან ასაცილებლად. პირველ რიგში ვენური დაავადება ეს არ არის ერთი რაღაცა კონკრეტული პრობლემა, ეს არის ძალიან ფართო მცნება. ვენური სისტემა რადგან თავისი, ასე ვთქვათ, სტრუქტურით მრავალფეროვანია, რთულია, აქედან გამომდინარეობს რა სისტემა, რომელი ნაწილია მისი დაზიანებული. ყველაზე გავრცელებულია ვარიკოზული ვენები, ანუ პირველადი ვარიკოზი, რასაც ჩვენ ვეძახით, რომელიც შეიძლება გენეტიკურად განწყობილი იყოს, შეიძლება სხვა რისკ ფაქტორები, როგორიც არის დაუშვათ წონა, ცხოვრების წესი, ასაკთან ერთად ორსულამშობიარის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს. ეს ყველაზე გავრცელებულია ზოგადად ვენურ დაავადებებს შორის, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა რთული დაავადებები, რომელიც მოყვება დაუშვათ ღმავენების თრომბოზს და მის გადაგვარებას და ასე შემდეგ. ისეც ვენური დაავადებაა, თუმცა სხვა ტიპის მართვა ჭირდება. ერთი რაც არის, ეს არის თერაპია, რომელიც ორივე შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, ხო? თერაპიას დიდი ადგილი უკავია, გვაქვს სიახლეებიც, ანუ სხვა სოკლეებით არდება ამ მიმართულებით და არის პრეპარატების ჯგუფი, რომელიც დამტკიცებულია, რომ სარგებელს გვაძლევს კურნალობის პერიოდში და თან რაც მთავარია, დადგინდა, რომ თვითონ ვენური სტაზი იწვევს ისეთ ცვლილებებს ნივთიერებათა ცვლის დონეზე და ისეთ ანთებით მარკერებს გამოყოფს, რომლებიც შემდგომში ზოგადად გულსიძაღვანი დაავადებების მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს და სხვა დაავადებების, ასე ვთქვათ, მაპროვოცირებელი, ამიტომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აი ზუსტად აი იმ ცვლილებების დასაწყისიდანვე გამოვლენას და ზუსტად აქ გვეხმარება ეს პრეპარატები. ქირურგიას თავისი ადგილი უკავია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ეფექტური გზა, თუ ეს შესაძლებელია ჩატარდეს, თუ არა თერაპია ყველაფერს ფარავს, როგორც ქირურგიულ ნაწილსაც, ასევე ზოგადად მაგრამ თერაპია შეიძლება ქირურგიამდე არ მიგვიყვანოს, ხომ? ასე გავიგე. არის სიტუაციები, როდესაც თერაპიული მართვა, ასე ვთქვათ, პაციენტთვის უკვე მისაღებია, მის ცხოვრების წესისთვის მისაღებია და შემდგომი, ასე ვთქვათ, უფრო წინსვლა ამ მიმართულებით არ ჭირდებოდეს. აი ბატონმა გიგი მახსენდა თერაპიული მართვა და ჟანასთან მექნება შეკითხვა. თქვენ წარმოადგენთ GM Pharma-ს, ფარმაცევტულ კომპანიას და თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ აი ამ მედიკამენტების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია სტუდიაში, ეს არის ტურბოგელი და ტურბომიკრონ G, რომელიც ასევე ტაბლეტის სახით. უკვე დავახსენეთ, რომ ტაბლეტის სახით არის და მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში, როგორც მედიკამენტოზური, ასე ვთქვათ, თერაპიის ინსტრუმენტი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ბატონმა გიგიმ აღნიშნა, რომ ქრონიკული ვენური დაავადება მსოფლიო მოსახლეობის ფაქტობრივად 60%-ს აწუხებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სწორად შერჩეული მედიკამენტოზური მკურნალობა. იმისთვის, რომ ეფექტი იყოს, გარდა იმისა, რომ შედეგიანი იყოს ეფექტი, პაციენტის ცხოვრების ხარისხიც, რა თქმა უნდა, უმჯობესდება. ჩვენს პორტფელში ასეთი პროდუქტი გახლავთ ტურბომიკრონ G ტაბლეტი, რომელიც წარმოადგენს მიკრონიზებულ ფლავონოიდს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ამცირებს ვენურ სტაზს და ასევე აძლიერებს ვენურ ტონუსს და ელასტიურობას. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, ქვედა კიდურებში ამცირებს შეშუპებას, სიმძიმეს, დაღლილობას და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტურბომიკრონ G-ს ტაბლეტის გარდა ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ტურბოგელი და აუცილებლად შევეხები კომპლექსურ თერაპიას.
რას ნიშნავს, როდესაც ტაბლეტთან ერთად აუცილებელია ადგილობრივი გელის გამოყენება. ჩვენ თქვით, რომ ამცირებს ტურბომიკრონჯის ტაბლეტის სიმძიმეს შეშუპებას, ზუსტად იგივე სიმპტომებს ხსნის ტურბოგელიც, რომელიც ადგილობრივად გამოიყენება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება მას აქვს გამაგრილებელი ეფექტი და ზაფხულში ეს ეფექტი მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისთვის. ერთს დავამატებდი, ის ფორმულა, რომელიც შედის ამ პრეპარატში, ფლავინოიდები, ზუსტად რომ დამტკის და რომ ზუსტად ბოჭავს იმ ანთებით მარკერებს, რომლებიც გამოიყოფა ვენური სტაზის შედეგად და ეს მარკერებია ზუსტად რომელიც შეიძლება იყოს სხვა დაავადებების გამომწვევი, ასე ვთქვათ, მექანიზმიც და ხანგრძლივობა ჩვენ ადრე ურჩევით 2-3 თვეს თერაპიისას, ეხლა 6 თვე როგორც ასეთი დადგინდა, რომ უფრო შედეგიანია, ვიდრე დაუშვათ მოკლევადები. აუცილებლად მინდა წარმოებელ კომპანიაზე გითხრათ, ტურბომიკრონჯი ტაბლეტი იწარმოება კენფარმაში, ეს გახლავთ ესპანური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 1962 წელს დაარსდა და ფაქტობრივად ამ ხნის განმავლობაში 70 ქვეყანას აწვდის მის მიერ წარმოებულ პროდუქტს. ჩვენ მას 2015 წლიდან დავიწყეთ მასთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენთვის ამზადებს სწორედ ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალო პროდუქტს ტურბომიკრონჯი ტაბლეტს. მე ვფიქრობ, სწორედ ამ სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისათვის და ბევრ გამოჯანმრთელებულ პაციენტს გისურვებთ. წარმატებები. ახლა გავდივართ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევებით დაგიბრუნდებით.